ვიღებთ თოხს, შემდეგ ვიღებთ სტაფილოს, ჭარხალს, კარტოფილსა და ჭარხალს უბრალოდ და ხორბლის წესებს და მივიდეთ ჩვენს ტრადიციულად ჩვენს ფერმების სამუშაოზე. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ დამარცხება და არ გავშროოთ სამი და დღეს მეგობრებო უკვე დიდი ხანია. დიდი ხანია მე უკვე არ ვიყავი ჩვენს ფერმების სამუშაოზე და ძლიერს დადგა ის დღეოდესაც მე ისე ვაგრძელებ. ასე ვთქვათ, ფერმების სამუშაოს. დღეს პრინციპში არაფერს განსაკუთრებულად არ ვაკეთებ, მაგრამ მეგობრებო, რასაც გველი ერთი რამ იცვლება. ძლივს ჩვენ სოფელში შემოვიდა ჭარხლის სეზონი, მეგობრებო, დიდი ხანია ველოდებოდი ჭარხლის სეზონს და ძლივს მეგობრებო, დადგა მარტი და ეს ნიშნავს, რომ უკვე აქ თესლები უკვე აღარ ვჭირდება. ძლივს მეგობრებო, შეგვიძლია ჩავსვათ უკვე ჭარხლის თესლებიც, მეგობრებო, რადგან ჭარხლის თესლები მე ძალიან ცოტა მაქვს, მაგიტომ მომიწევს მხოლოდ ერთი ფერმის გაკეთება, მაგრამ მე როდესაც გაიზარდება, მაქსიმალურად ჩავსვამ ყველა ფერმაზე ამ ჭარხლის თესლებს. так სტაფილო ხომ მოიწყო სტაფილო უფრო კარგია თესლების მაგევად და აქ ხო პრინციპში აქ კარტოფილი გაიგნო კარტოფილი რაღაც ძალიან დამოკვდა რაღაცის გამო ჩვენს სოფელში და მოით მეგობრებო ასე так მეგობრებო პრინციპში ეს ფერმაც და ახლა მეგობრებო ეს ბოლო ფერმაც მეგობრებო შეხედეთ უკვე იქ უკვე ჟიწენიკიც კი აკეთებს ფერმეო გამარჯობა როგორ ხარ Osama გამარჯობა მე ზუსტად შეგელოდებოდი ვიცოდიო შენ დღეს გავოდიოდი ფერმების სამუშაოზე სერიოზულად მე და რა გინდოდა შეგძლო თუ რა მოხდა მოკლედ სამა მე მინდა შენ შევაგთავაზო ისე რაღაცა რომ იყიდოთ შემგან გო რაღაცა რომ ვიყიდო მაგრამ სტოპ ჟიწენიკო ფერმეო ერთს გაფრთხილებ მე არაფერს აი 40 ისოვნურზე მეც მე არ გავდავიხდი ეგრევე გეუბნები იმიტომ 40 ისოვნური მაქვს ხო სამას ზუსტად მაგას ვამბობ მოკლედ მე აქ სადღაც სოფელში ასე თქვა ჩავთხარე 5 მაგ 5-ში არის რაღაცას ნივთები ნუ როგორც შენ იცი პრინციპში მოკლედ და მაგ 5-ს მე შენ მოკლედ ეგ 5 შევდა ნახო სადღაც სოფელში არის მოკლედ მე სადღაც სოფელში ჩავთხარე ეგ 5 და შენ უნდა ნახო და მე კიდე მომეცი 32 ისურვდი მოდი 32 ისურვდათ так 32 ისურვდათ სტოპ და ჩათხრილი და როგორ უნდა ნახო რა იყო თელი სოფელი უნდა გადავთხარო თუ რა არა სამა მე შენ მოგცემ რაოდენიმე მინიშნებას შესაძლებელია ერთი მინიშნებითაც კი უკვე მივხვდე თუ სად არის განლაგებული ეს 5 так окей кай პრინციპში წინკო ახლა მოგიტან ამ ისუმრუდებს მეგობრებო გაიგეთ რა თქო პრინციპში ფერმაში წაიგი მეგობრებო თქვენ როგორც იცით ფერმაში წაიგი მე ცუც არასდროს არ მყიდით ანუ თქვენ პრინციპში უკვე იცით რამდენი ვიდეო გადავიღე უკვე მგონი 9 თუ 10 ვიდეო მეგობრებო წარმოიდგინეთ 9 თუ 10 ვიდეო გადავიღე ფერმაში წინიკთან და არასდროს მეგობრებო აბსოლუტურად არასდროს არ მომატყუა მაგიტომ მე სუმჯერა მისი так 32 ისურვდიო ხო так მოით მეგობრებო ავიღოთ так და ზუსტად მეგობრებო და მეგობრებო შეხედეთ კიდე 5 ისურვდი რჩება так окей так მოით მეგობრებო ახლა წავიდეთ და მივცეთ ეს 32 ისურვდი так опа ფერმეო так მოდი აბა так მოდი ახლა მოგცე აი დაიჭირეთ შეიძლება შენი 32 ისურვდი так ну და პრინციპში ველოდები მინიშნებას так აჰა так ახლა მე მოგცემ ახლა ნიჩაბს სამა так აჰა გამოვართვი და პირველი მინიშნება ეს არის ეკლესიასთან так პირველი მინიშნება ეკლესიასთან так окей ფერმერო მადლობა დიდი არსად არ წახვიდე შესაძლებელია კიდე დამჭირდეს მინიშნება так ეკლესიასთან ხო так ну პრინციპში გზა არის და მოით მეგობრებო აქედან დავიწყოთ так მოით მეგობრებო ასე ჩავთხოვოთ შესაძლებელია იქ 2 ბლოკზე იყოს ვინიც ის ეგრევე მაინც მეგობრებო მოდით მაქსიმალურად ისე რომ არც კი დავაზიანოთ ეს ეკლესია так და სად
Так, окей. Მოით მეგობრებო, აქეთ ხარისგან, так, აქა. Так, რაღაც მეგობრებო, ეკლესიასთან არაფერი არის. აქა. და არა, აქაც არაფერი არ არის. გონი მეგობრებო, მეორე მინიშნება დამჭირდება, ხო, მეგობრებო, მოით აბა წავიდეთ და ვკითხოთ კიდევ ერთხელ. так, ფერმო. მე შეიძლება კიდე ერთი მინიშნება მჭირდება. Так, მეორე მინიშნება, კაი, საბა, მეორე მინიშნება ეს არის წითელი ყვავილები. წითელი ყვავილები, ეკლესია. წითელი ყვავილები, სერიოზულად, როგორ ვერ დავინახე რა. მე так, окей, მეგობრებო, წითელი ყვავილებიო, так, მოით მეგობრებო, პრინციპში დავიწყოთ და მეგობრებო, ყვავილებს ასაბეთოფინი. так, მოითაბა, так. ოპა, გონი მეგობრებო, ნახე. რა კარგია, პრინციპში თლიანი ეკლესია არ გავთხარით. так, მეგობრებო, აბა მოითაბა 3, 2, 1 და так, მეგობრებო, რაღაცებს უკვე ვხედავ. так, მოით მეგობრებო, აბა დავიწყოთ 9 ისუმრუდი. так, მე პრინციპში მივეცი 32 ისუმრუდი და окей, 2.5-ჯერ უფრო ნაკლები მომცა. კაი, პრინციპში არ აუშავს. так, შემდეგ 700. 700 რომ გადავკრავთ, ანუ ისუმრუდებად, ანუ 700 ეს არის 2 ისუმრუდი. 11 ისუმრუდი პრინციპში მეგობრებო, 11 ისუმრუდი მაქვს, окей. 9 ოქროს ვაშლი მეგობრებო, შეხედეთ. მოით მეგობრებო, აბა გავსინჯო და შეხედეთ მეგობრებო, რამდენ ეფექტს იმასებს, რეგენერაცია, აღარ მეშენია ლავის, თან კიდე პლუს დამატებით 2 გული. ეს მეგობრებო ძალიან და მომწონს. так, შემდეგ მეგობრებო, ეს მეგობრებო თქვენ 1-3 ვიდეოში 100%-იანი იქნებოდა ეს ლიმონადი. მოით მეგობრებო, დავლიოთ. так, stop ეს ხო კი მეგობრებო, ეს ისა ხტუნვის ოპა. მოით მეგობრებო, ღობის ოპა. ღობის გადავაცილე მეგობრებო, მაგარი ძალიან მიყვარს მეგობრებო, მოგეთ ასეთი ლიმონადები. ეს თავი ახლა მერ არ დაინახოს, თორე თავს ამასლის. окей. აუცილებლად უნდა ჩავთხოვოთ, მე მართლა თავს ამასლის. так, შემდეგ მეგობრებო, თქვენ გონია 100%-იანი იცით ეს შეხედეთ, ეს არის კირა ალმასის, ხომ? მაგრამ 2-ჯერ უფრო ძვირი ვიდრე უბრალო ალმასის კირა. აი მაგალითად, თუ უბრალო ალმასის კირა ღირს 2 ისუმრუდი, ეს კირა ღირს მეგობრებო 4 ისუმრუდი. შეხედეთ მეგობრებო, თან რა სწრაფია. თითქოს მეგობრებო, შეხედეთ, კრეატივში ვარ, აი წარმოიდგინეთ. ოპ, ასე წამი, ესე ოპ. ძალიან მაგარია. так, окей. კირა კარგია, კირა ძალიან მომეწონა. მეგობრებო, ხა ეს ყველაფერი გავაშენოთ. არასწორად, მაგრამ მეგობრებო, პრინციპში არ აუშვას, მე მაქვს ასეთი მაგარი კირა, რომელთაც ყველაფერს გავაკეთებ. так. ასე და ასე. მეგობრებო, всё. შემდეგ მეგობრებო, კირა მაგარია და რასაკვირველია მეგობრებო, ალმასის ასეთივე მეგობრებო ხმალი. იგივე მეგობრებო, იგივე ეფექტებით. так, შიწილნიკი. ფერმაში წეკაი მეგობრებო, ხუმრობ და კიდევ ერთხელ ხუმრობ. так, окей. ეს კარგია, ეს ძალიან მომწონა. так, თევზი მეგობრებო, მოით აბა დავიჭიროთ თევზი. აი, ჯამდაბა. окей. მოით მეგობრებო, ერთი თევზი მაინც უნდა დავიჭირო. მინდი, მეგობრებო, ეს ცუდი ადგილია. აი ეს მეგობრებო. ნუ, მიდი. დაიჭირე თევზი პატარა, დიდი, მგემრიელი, უგემურო. მინდი უგემო, მგემრიელი. ნუ. აბა. გასაგებია. მე ცოტა ოპა! დავიჭირე მეგობრებო. umi თევზი, პრინციპში შეწინგებს ძალიან უყვართ მეგობრებო, სერიოზულად. ჩემს შეწინგებს ძალიან უყვართ ეს umi თევზი. მე ისე რა. და მეგობრებო, საზამთროს თესლი მეგობრებო. თქვენ უკვე ბევრ ვიდეოებში თქვენ იცით რომ ეს არის ძალიან ძვირიანი ნივთი. აი ეს და შემდეგ მოდის ხმალი, შემდეგ მოდის ოქროს ვაშლი და შემდეგ მოდის ეს ყველა. აი ეს მეგობრებო, ერთი ცალი ასეთი თესლის ღირს 3 ისუმრუდი წარმოიდგინეთ. всё მეგობრებო, პრინციპში ჩვენ უკვე ყველაფერი ვნახეთ ამ ყუთში და რა მინდა გითხრათ. მე პრინციპში მოველოდი რომ
ფერმერის წინ კი აი არასდროს არ ჩადებდა რაღაც ნაგავს რომელიმე ყუთში, რომელიმე სახლში, რომელიმე კონტეინერში, მაგრამ ძალიან ბევრი ვიდეო გადავიღე ფერმერის წინთან ერთად და უმეტესობა სადღაც 90%-ში ეს ვიდეოები ეხებოდა იმას, რომ ფერმერის წინკმა რაღაცეები მაჩუკა რაღაცეები მე ვიყიდე ფერმერის წინთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ და ლაიქეთ, მე კი ახლა მეგობრებო წავედი. ნახვამდის.